საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი ირანში იზრდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების ცნობით აქციების დროს მოკლული მომიტინგეების რაოდენობამ 466 მიაღწია, გაცილებით მეტ სასახელებს ირანის ოპოზიციური მედია Iran International. მას წყარომაცნობა, რომ გასული 48 საათის განმავლობაში 2000 მომიტინგე მოკლეს. პროტესტის ჩახშობის მცდელობების მიუხედავად, აქციები ირანის ქალაქებში კვლავ გრძელდება. შეერთებული შტატების პრეზიდენტი კი აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ და ირანელი ხალხის დასაცავად ძლიერ და გარდაუვალ სამხედრო პასუხს აანონსებს. თამარ ჭავჭავაძე გაგვაცნობს ბოლო ცნობებს ირანიდან. შეერთებული შტატები აქტიურად განიხილავს ირანში პროტესტის ჩახშობაზე რეაგირებას, ხვალ დონალდ ტრამპს სამხედროები რამდენიმე ვარიანტს წარუდგნენ, შეხვედრას დაესწრებიან მარკო რუბიო და პენტაგონის ხელმძღვანელი პიტ ჰექსეტი. ვარიანტებს შორის კი სახელდება შესაძლო კიბეროპერაციები, სანქციების გაფართოება, მომიტინგეების მხარდაჭერა ინტერნეტით და წერტილოვანი დარტყმები ირანის რეჟიმის სამხედრო ობიექტებზე. დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანის რეჟიმმა წითელი ხაზი უკვე გადაკვეთა და მას აქვს ძლიერი საპასუხო ვარიანტი. თვითმფრინავის ბორცვზე ჟურნალისტებთან საუბრისას პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ ირანელებმა ადმინისტრაციას მოლაპარაკებების შესთავაზეს და მიმდინარეობს შეხვედრის ორგანიზება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვაშინგტონი პროტესტის ჩახშობაზე რეაგირებას არ მოახდენს. მოსალოდნელ სამხედრო ოპერაციაზე ილაპარაკა სენატორმა ლინდსი გრემმაც, რომელმაც განაცხადა, რომ შესაძლოა ოპერაცია უახლოეს მომავალში დაიწყოს. მოკლეს ხალხი, რომელიც არ უნდა მოეკლათ. არ ვიცი ისინი ლიდერები არიან თუ ადამიანები, რომლებიც ძალადობრივად მართავენ ქვეყანას, მაგრამ ჩვენ სერიოზულად ვუდგებით, ჩვენი სამხედროებიც ძლიერ ვარიანტებს განიხილავენ და გადაწყვეტილებას მალე მივიღებთ. ინფორმაციას ყოველ საათს მაძლევენ, რაც შეეხება ბირთვულ შეთანხმებას. ირანის ლიდერებმა გუჟინ დაგვირეკეს და შემოგთავაზეს მოლაპარაკება. შეიძლება შევხვდეთ და ორგანიზებენ ამას, მაგრამ შეიძლება ამ შეხვედრამდე მოგვიწიოს ნაბიჯების გადადგმა იმის გამო, რაც ხდება, თუმცა შეხვედრა მზადდება. თუ ისინი მიზანში ამოიღებენ ამერიკის ობიექტებს, დავარტყამთ ისეთ დონეზე, რომელიც არასდროს უნახავთ და ვერც კი წარმოიდგენენ. მაქვს ძლიერი ვარიანტები, ასე რომ მათ უპასუხებთ ძლიერი ძალით. არ ვიცი, მაგრამ შესაძლოა ეს ბოლო ღამე იყოს. დროის ფაქტორია, რატომ? ეს ტირანული რეჟიმი უნდა დასრულდეს. რეჟიმი უნდა დავასრულოთ ირანელი ხალხისთვის, ჩვენთვის და ისრაელელებისთვის. ეს ადამიანი უნდა დაემხოს. ის უნდა წავიდეს საკუთარი ფეხით, ან იძულებით. ეს არ მაღელვებს, მაგრამ თუ ამას მივაღწევთ, ეს იქნება უდიდესი ცვლილება ახლო აღმოსავლეთში ბოლო 1000 წლის განმავლობაში. ორ კვირაზე მეტია ირანის ქალაქებში რეჟიმის დამხობის მოწოდებებით გამოდიან, მიუხედავად იმისა, რომ აიათოლას რეჟიმი აქციების ჩახშობას ცდილობს და ამისთვის ბასიჯს იყენებს, რომელიც დამიზნებით ესვრის ცეცხლსასროლ იარაღს მომიტინგეებს, უფლებადამცველებს და ირანის ოპოზიციური მედია საშუალებების ინფორმაციით დადასტურებულია, რომ მსხვერპლმა 500 გადააჭარბა, თუმცა რეალურად ეს ციფრი არის დიდი. ერთ-ერთმა წყარომ Iran International-ს ოპოზიციურ მედია საშუალებას უთხრა, რომ მხოლოდ ირანში შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი 6000-მდეც იყოს. სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი ვიდეო მასალა თეირანთან ახლოს მდებარე ქალაქიდან, ქეჰრიზაკიდან, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე დიდი პროჟექტურა მდებარეობს შენობის გარდა, მის გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზეც ცხედრებით არის სავსე, მხოლოდ შენობაში აქტივისტებმა დათვალეს, რომ 180 ცხედარი იყო. იგივე სურათია ქალაქ რაშტში, სადაც რეჟიმი ცხედრების გადასაცემა და დაკრძალვის უფლებისთვის ოჯახებს $7000 თხოვს. პროტესტის სისხლიანი ჩახშობის ფონზე პირველად გამოჩნდა ირანის პრეზიდენტი, რომელმაც არეულობის ორგანიზებაში შეერთებული შტატები და ისრაელი დაადანაშაულა. პროტესტში დისტანციურად არის ჩართული ირანის ტახტის მემკვიდრე რეზა ფეხლევი, რომელმაც კვლავ მიმართა თანამემამულებს და ბრძოლის ახალი ეტაპის შესახებ გამოაცხადა, რომლის მიზანი რეჟიმის დამხობა უნდა გახდეს. ვაცხადებ ეროვნული აჯანყების ახალ ეტაპზე გადასვლის შესახებ, რომლის მიზანია ისლამური რესპუბლიკის დამხობა. ქალაქების ცენტრალური ქუჩების დაკავებისა და კონტროლის გარდა ლეგიტიმურ სამიზნეებად ითვლება ყველა ის ინსტიტუცია და უწყება, რომლებიც პასუხისმგებლები არიან რეჟიმის ტყუილზე დაფუძნებულ პროპაგანდასა და კომუნიკაციების შეწყვეტაზე. სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებს, ისევე როგორც შეერაღებული და უსამართლოების ძალების წევრებს აქვთ ორი არჩევანი: შეუერთდნენ ხალხს და
და დადგნენ ერის გვერდით. ან ითანამშრომლონ ხალხის მკვლელებთან და საკუთარ თავზე აიღონ მარადიული სირცხვილი. ირანის ყველა საელჩო და საკონსულო ეკუთვნის ირანელ ხალხს და დადგა დრო გამოფენილი იყოს ირანის ეროვნული დროშა და არა ისლამური რესპუბლიკის სამარცხვინო დროშა. ჩვენ მარტო არ ვართ, გლობალური დახმარება მალე იქნება. ირანში მიმდინარე მოვლენები განიხილა მარკო რუბიომ საფრანგეთისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებთან სატელეფონო კომუნიკაციისას პირველად გამოეხმაურა საპროტესტო ტალღას ირანში გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში, რომელიც აცხადებს, რომ ირანის ხელისუფლების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებით დემონსტრანტების წინააღმდეგ შოკირებულია.